მოგესალმებით ჩვენს მორიგ შეხვედრაზე. ლამას წარმატებულ დღეებს გისურვებთ ყოველთვის ყველას. ჩვენი მიზანი არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ხარისხიანი ცხოვრება, სიკეთის კეთება, სილამაზე, ტანადობა, დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და მოკლედ ეს ყველაფერი ჩვენზე მიღწევადია და ყველაფერი არის დამოკიდებული რამდენად ვიმუშავებთ ჩვენ თავზე, რამდენად გვაქვს მზაობა ამისთვის. მე კიდევ ერთხელ და სულ ვუსვამ ხას დიმიტრი უზნაძის სიტყვებს, რომ თქვენ გონიათო გარემოებები მოქმედებენ თქვენზე, მაგრამ რეალურად თქვენ მოქმედებთ გარემოებებზე. ანუ რეალურად კი ბატონო, მართლაც არის გარემოებებზე მოქმედება, მაგრამ ჩვენ იმდენად შეგვიძლია საკუთარ თავზე მუშაობით მართოთ ეს პროცესი, რომ მართლა თუ დავუკვირდებით ამას მე მაგალითებიც აჩვენებს, ჩვენ შეგვიძლია ზემოქმედება მოვახდინოთ გარემოებებზე. ამას წინებზე ჩვენ მქონდა საუბარი, აი თამუნაც იყო და გოგონებიც, რამდენად შესაძლებელია ადამიანის მცდელობით შეიცვალოს რაღაც გარკვეული ხაზები ცხოვრებისეული. ადამიანის მცდელობით. ხო? ჩვენ ვიცით, თუ უმოქმედები ვიქნებით, უმოქმედობა საითკენ მიყავს. ხო, ადამიანი ხოლო მცდელობით, უფრო მეცაც გეტყვით მე სხვა შეხვედრებზე, რა თქმა უნდა. ახლა მე მინდა სიტყვა არ გამიგზელდეს. დღეს გვაქვს ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი. კვების საკითხში განვიხილავთ ნივთიერებათა ცვლას, რომელიც ყველა მიცის თითქოს რა არის და რეალურად არავინ არ იცის სიღრმისეულად რა არის ეს ნივთიერებათა ცვლა, რატომ სჭირდება ეს ჩვენ ბიოსხეულს, ბიოორგანიზმს ნივთიერებათა ცვლას რა როლი აქვს და კვებას რა როლი აქვს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ამას მოგვახსენებს და გვეტყვის და გაგვიმარტავს ჩვენი მაკა. ხოლო სამი მომდევნო შეკითხვა ჩვენს თავს, ამაზე უკვე ჩვენი თამუნა ისაუბრებს. გადავცემ ახლა მაკას სიტყვას დიდი სიყვარულით და გისმენთ. საღამომშვიდობის ყველას ბედნიერ, ჯანმრთელ, სასიამოვნო და საუკეთესო საღამოს და დღეს გისურვებთ, რა თქმა უნდა. ჩვენი ეს ერთობლივი შეხვედრები, იმიტომ რომ ერთმანეთს ბევრ ცოდნას უზიარებთ, შტაბეჭდილებებს და ერთმანეთისთვის მაგალითიც ვართ, სწავლობთ ერთმანეთისგან და ერთმანეთის აზრებსაც ვისმენთ. კი ბატონო, დღეს ჩვენი თემა არის მეტაბოლიზმი, ყველამ ვიცით, რაზე და განვიხილოთ თუ რაზე გავლენას ახდენს კვების რაციონი თვითონ მეტაბოლიზმზე. ბევრი მეტაბოლიზმი ნივთიერებათა ცვლასაც იძახის, ზოგი განასხვავებს ერთმანეთსგან, მაგრამ მეტაბოლიზმი და ნივთიერებათა ცვლა ესენი ერთმანეთის სინონიმებია. ნივთიერებათა ცვლის დროს, მეტაბოლიზმის დროს უამრავი პროცესები, ქიმიური რეაქციები მედის ჩვენს ორგანიზმში და ამ ქიმიური რეაქციების შედეგად ხდება ჟანგვა აღდგენითი პროცესების, გარკვეული ნივთიერებების დაჟანგვა ხდება, გარკვეული ნივთიერებების აღდგენა ხდება და ჩვენი კვების რაციონიდან მიღებული საკვები პროდუქტებით ივსება რა თქმა უნდა ჩვენი ორგანიზმი. დავიწყოთ რომ დღეს ინტერნეტ სივრცეში მართლაც ყველა მოუწოდებს სხვადასხვა კვებით შეზღუდვას, ზოგი სხვადასხვა დიეტას, ყველა არის რაღაც იმის მიმდევარი და მარტო ჩვენთან კი არა, მსოფლიოში ხდება ეს ტენდენცია, მსოფლიოში მიდის და მთელი მართლაც ბოლო კვლევებით დადასტურდა მთელი მსოფლიოს ნუტრიციოლოგების კვლევებით, რომ აი ასეთ ძალიან ბევრი ინფორმაციას, რომელიც მეცნიერულად დამტკიცებული არ არის, რომელმაც რაღაც თავის თავზე გამოსცადა და რაღაც შედეგი მიიღო, გამართლება არ აქვს სხვებისთვის და დამღუპელია სხვების ჯანმრთელობაზე ასეთი დამოკიდებულება. ამიტომ დღესდღეობით ძალიან რთული და ძნელი გასარჩევია, ვინ თქვათ მართალს და მეცნიერულად დადასტურებულს ამბობს და ვინ ესეთ მცდარ შეხედულებებს გვიზიარებს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ კვებით რაციონს, რასაც ჩვენ ვიღებთ იმ კვების მიხედვით, გადამუშავებით, ამ უდიდესი ქიმიური რეაქციების ხარჯზე ხდება ნივთიერებათა ცვლა, ხო არა მარტო მიღებული პროდუქტებით, თანდათან ხდება დაქუცმაცება მეტაბოლიზმის შედეგად მიღებული პროდუქტების და ცალკე ხდება ცილების ცვლა, ცხიმების ცვლა, ამინომჟავების ცვლა, ნახშირწყლოვანი ცვლა და ყველა ამ ნივთიერებების გარდაქმნის შედეგად გამომუშავდება ენერგია
კალორიების სახით, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი მოიხმარს. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენი კვებითი რაციონი არის დაბალანსებული და ჩვენი კვება არის მიღებული სასარგებლო მიკროელემენტები, ნივთიერებები, ვიტამინები, გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი პროცესები უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებს ჩვენი ორგანიზმი და ჩვენც უფრო მეტ ენერგიას ვღებულობთ და მეტი ენერგიით ვართ აღსებული და ეს ენერგია არის სასარგებლო და ენერგია იხარჯება რა თქმა უნდა. მეტაბოლიზმი, შეიძლება იყოს ესე იგი ენერგეტიკული ამ ნივთიერებათა ცვლების წარმოქმნის შედეგად და ასევე არის პლასტიკური, ანუ ქსოვილების და უჯრედების აღდგენაზე მიმართული მეტაბოლიზმი. ბაზური მეტაბოლიზმიც შეიძლება დავამატოთ ჩვენ ცნებაში, ეს ბაზური მეტაბოლიზმი არის, როდესაც მოსვენებულ მდგომარეობაში, აი ადამიანი როცა არაფერს არ აკეთებს, წამოწოლილია, თქვათ, მდივანზე, ზის ესე რამდენ კილოკალორია ენერგიას ხარჯავს. კი, შეიძლება ადამიანი არაფერს არ აკეთებდეს, მოსვენებულ მდგომარეობაში იყოს, მაგრამ ჩვენს ორგანიზმში ხომ მიდის მაინც გარდაქმნების პროცესები მიდის, გარკვეული ფერმენტები, გარკვეული ჰორმონები წარმოიქმნება, ბიოლოგიური მექანიზმია მთლიანად ჩვენი ორგანიზმი და ამ დროს გარკვეული ენერგია იხარჯება. მაგრამ რა თქმა უნდა, კილო ამ ენერგიის და კალორაჟის ყურადღებას ვაქცევთ, როდესაც არიან გარკვეული წონის პრობლემების შემთხვევაში, ხო, გაცხიმოვნების შემთხვევაში, ვისაც წონის კლება უნდა, ხო, მიღებული კალორიების რაოდენობა და გახარჯული კალორიების თანაფარდობის შემცირება, თანაფარდობის განსაზღვრა ხდება. აი, როდესაც ცხიმოვანი ცვლის მოშლა ირღვევა, რა თქმა უნდა, მაშინ ხდება სხვადასხვა ცხიმოვანი ცხიმების ჩალაგება ამ ცხიმოვან ქსოვილებში და წონის მატება ხდება. ასე დროს ნივთიერებათა ცვლის დროს აი ადამიანები იმას ფიქრობენ, რა არ ჭამონ, რა შეიძლება ამოიღონ კვებითი რაციონიდან, რა მასაქნან, შეზღუდონ. სინამდვილეში ასე დროს უნდა მოხდეს გამდიდრება, უნდა მოხდეს კვებითი რაციონის, რა თქმა უნდა, სასარგებლო პროდუქტები, თორემ კალორაჟები, კალორიულების რაოდენობით რო გამოვთვალოთ, შეიძლება ბურგერის და რაღაცა ბოსტნეულის რაოდენობა კალორიებს შევადაროთ ერთმანეთს, მაგრამ ბურგერის კალორიულობამ ჩვენს ორგანიზმს არაფერი არ მისცეს, ვიდრე თქვა ბოსტნეულის კალორიულობის, ის ხო უფრო მეც გვაძლევს, იმიტომ რომ ვიტამინებიც არის ბოსტნეულში, მინერალებიც არის, რა თქმა უნდა, უჯრედისი არის და სასარგებლო ნახშირწყლებიც არის და ბურგერით მარტო ნახშირწყლების იმას ვიღებთ, რომელთა გარდაქმნის შედეგად, რა თქმა უნდა, არც ისეთ ენერგეტიკულ ომას ვერ მიიღებს ჩვენი ორგანიზმი, როგორც საჭიროა. მეტაბოლიზმი ახალგაზრდებში უფრო სწრაფია, ახალგაზრდა რესურსი ორგანიზმს, ახალგაზრდა ადამიანის ორგანიზმს გაცილებით მეტი აქვს რესურსი და ამიტომ მათი ნივთიერებათა ცვლა უფრო სწრაფია და სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე თქვათ ასაკის მატებასთან ერთად. მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად თუ კი ადამიანი იკვებება ჯანსაღის, სწორი კვების პროდუქტებით, ხომ, რაც სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ასეთ შემთხვევაში შეიძლება, რა თქმა უნდა, დავაჩქაროთ მეტაბოლური პროცესები და ნივთიერებათა ცვლა იყოს დაჩქარებული და ძალიან დიდი ყურადღება ენიჭება ასევე ჟანგვა-აღდგენითი პროცესებს ნივთიერებათა ცვლის დროს, რამდენი ძიჟანგება და კდება უჯრედები უნდა მოხდეს იმდენივე რაოდენობის უჯრედების აღდგენაც. ესეც რა თქმა უნდა განპირობებულია კვებითი რაციონის მიხედვით. თუ კი საკვები რაციონი არის ჯანსაღად შედგენილი, ასეთ შემთხვევაში აღდგენითი პროცესები უფრო კარგად მიმდინარეობს და ამაზედაც აი სულ რომ ვითხოვთ ჩვენ კონსულტანტები კვების დღიურს, ადამიანმა თავისთვის შეადგინოს კვების დღიური და ნახოს თავის კვების დღიურში როგორ იკვებება, რა საკვებ პროდუქტები მიიღო, როდესაც რა მოხდა ხო შეფერხება, წონის კლების იყო თუ რამე ისეთი პროცესები შეფერხება, აი კვებით დღიურს რომ ჩახედავს, უკვე გაანალიზება მოხდება იმის დღეს რა მიიღო, რამდენი მიიღო, თქვა წყალი რა რაოდენობით დალია და ამან როგორი ზეგავლენა მოახდინა ამ ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე. ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა ამ კვებით დღიურებს. რა თქმა უნდა, წყლის რაოდენობაც მუშაობს მეტაბოლიზმზე, იმიტომ რომ წყლიან გარემოში უნდა მოხდეს ეს ნივთიერებების ცვლა და თავისუფლად უნდა მიდიოდეს და არ უნდა მოხდეს შეფერხებით, იმიტომ რომ წყალი საჭიროა ნივთიერებათა ცვლის გადამუშავებისთვის.
აი, როდესაც მაგალითად რაღაც კალორიების შემცირება, როდესაც ხდება, ჩვენი ორგანიზმის გარკვეული პერიოდის გამო ეგუება იმას, რომ ორგანიზმმა მიიღო ნაკლები კალორია, მან ნაკლები კალორია გამოიმუშავა და ამას ადაპტაციაც ქვია, ადაპტაციური პერიოდი. ეს დიდად სახარბიელო ორგანიზმისთვის არ არის და არც ორგანიზმში მიმდინარე პროცესებისთვის, იმიტომ რომ როდესაც კვებითი რაციონი არ არის დაბალანსებული და სწორად შედგენილი, მაშინ მიდის უჯრედული შიმშილი, ანუ იმ ყველა საკვები ინგრედიენტის სიმცირე მიდის ჩვენს ორგანიზმში, რაც ჩვენი უჯრედების აგებას და ახალი უჯრედების წარმოქმნას სჭირდება. და ასე უჯრედული შიმშილის დროს, როდესაც უკვე მიღებული ენერგიას, ეს კალორაჟის რაოდენობა მცირეა, უფრო ხდება მადის გაღვიძება და ადამიანს უფრო და უფრო მეტი საკვები პროდუქტების მოთხოვნილება უჩნდება. უფრო და უფრო მეტად უნდა რომ მიირთვას და უფრო ხშირად მიდის მაცივართან, როცა საკვები ეგულება, აი რა მიირთვას, რა შეჭამოს და ხანდახან ავიწყდება ის, რომ არის დიეტაზე და პირიქით ხდება მისი წონის მომატებაც ასეთ შემთხვევაში. ასევე მინერალების დეფიციტი, როდესაც იქნება მინერალების მიმოცulis დეფიციტიც ორგანიზმში ხშირად ხდება, კალციუმია, მაგნიუმი, რკინა, აი ამ დროს ძვლოვანი ქსოვილის ნივთიერებათა ცვლის დარღვევაც ხდება. ჩვენი ორგანიზმი ხო შედგება როგორც ცხიმოვანი, ისე არაცხიმოვანი ქსოვილისგან. ცხიმოვანი ქსოვილი გასაგებია, არაცხიმოვანში რა თქმა უნდა მარტო კუნთოვანი ქსოვილი არ მოისაზრება, დანარჩენი ყველა ქსოვილი კუნთოვანიც, ძვლოვანიც არაცხიმოვან ქსოვილებში მოისაზრება და როდესაც ამ მინერალების დეფიციტს განიცდის ორგანიზმი, მინერალების ცვლის მოშლა ხდება, რა თქმა უნდა ძვლოვანი ქსოვილის რღვევაც ხდება, ამ დროს მიმდინარეობს ამ ძვლოვანი ქსოვილის დარღვევა. აი ზოგჯერ ხდება ნახშირწყლების ამოღება ხდება რაციონიდან, იმიტომ რომ თქვა წონის კორექცია უფრო მეტად შეინარჩუნონ, ესეც არ არის გამართლებული და ზოგჯერ ხდება ცილოვანი პროდუქტების დამატება ცხოველური ცილების ხარჯზე. არც ეს უჯრედებისთვის, ნივთიერებათა ცვლისთვის არც ეს არის სასარგებლო და ჩვენი უჯრედებისთვის უნდა მოხდეს მცენარეული და ცხოველური ცილის თანაფარდობის განსაზღვრა. თუ მთლიანად ცხოველური ცილით გადატვირთვა ხდება ჩვენი ორგანიზმის ასეთ შემთხვევაში და ესეც არ არის სასურველი უჯრედებისთვის. უნდა მოხდეს თანაფარდობა მცენარეული და ცხოველური ცილის. და აი ასეთი გადატვირთვის შედეგად ჩნდება პოდაგრა და ბევრი სხვა დაავადებების წინამორბედია ესეთი გადატვირთული ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. გარდა ამისა, ყველა დაავადება თითქმის აი რაც ნივთიერებათა ცვლას ანელებს, რა თქმა უნდა წამლით არ ინკურნება და დამოკიდებულია მათი განკურნება, რა თქმა უნდა კვებითი რაციონის ხელის შეწყობით. სხვა დაავადებები, ასევე შაქრიანი დიაბეტი, ჭარბიწონა მედიკამენტებზე არ არის. მედიკამენტებით ვერ ხდება მისი განკურნება. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს ინსულინის გამოყენება კი ხდება, მაგრამ ეს ინსულინი ხო სამკურნალოდ არ ხდება, იმიტომ ქეთდება ეს ინსულინი, რომ ჩვენს ორგანიზმში არის ინსულინის დონის დაცემა მოახდინონ ადამიანის ორგანიზმში და ამით შეინარჩუნონ რაღაც სტაბილურობა. პირიქით უნდა მოხდეს კვებითი რაციონის რა თქმა უნდა შეჯერება, გაუმჯობესება იმის და გამდიდრება, რაც შეიძლება კვებითი რაციონის ნებისმიერი დაავადების დროს. და რაც თავარია, რა არის რეკომენდაციები ამ ჩვენი ნივთიერებათა ცვლის და მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად? რა თქმა უნდა, ტრადიციული საკვები პროდუქტების გამდიდრება, ჯანსაღი და ისეთი პროდუქტებით, რომელიც ჩვენს ორგანიზმს გარდაქმნის შედეგად მისცემს სასარგებლო ინგრედიენტებს, რაც იქნება ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ამინომჟავები, მინერალები, ასევე კვებით რაციონში ფუნქციური კვების პროდუქტების დამატება და ბადები, ვიტამინები და მინერალები. თუ ეს ნივთიერებათა ცვლა დარღვეულია და კვებითი რაციონი მოწესრიგებული არ არის, ასეთ შემთხვევაში აი მინერალების დამატებაც დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს ჩვენს ადამიანის ორგანიზმზე და გამოდის, რომ აი მიღებული ეს მინერალებიც და ვიტამინებიც მარტო მიღებულად რჩება, თორემ ორგანიზმში სასარგებლო პროცესებზე ზეგავლენას ვერ ახდენს, ჩალაგება მისი ასე ვთქვათ დეფიციტის შეცება ორგანიზმში ვერ ხდება. და ბოლო კვლევები ახლა ხანს ვკითხულობდი, რომ აი ამ არასასურველი ესე ვთქვათ ფასტფუდების ხშირი ესეთი არაჯანსაღი კვებების შედეგად ბავშვთა ასაკში ძალიან გაიზარდა ნაღლის ბუშტის ამოკვეთის ოპერაციები, მოშორების, რომელიც ბავშვთა ასაკში თითქმის საერთოდ არ ხდებოდა გარკვეული რამდენიმე წლების უკან, იმიტომ რომ არც იმ ბავშვთა კვება არ არის, არ ვაქცევთ რა ყურადღებას ისე როგორც საჭიროა მოზარდს და ბავშვთა კვებას და ისინიც არ იკვებებიან ჯანსაღად და დარღვეულია მათი კვების რაციონიც, ამიტომ
გახშირებულია, გაახალგაზრდავდა ბევრი ისე დაავადება და რა თქმა უნდა ეს ნაღლის ბუშტის ამოკვეთაც გაიზარდა. ეს იყო დღევანდელი მეტაბოლიზმთან დაკავშირებით, შეკითხვები თუ რამე გაქვთ? შეკითხვებსაც გავცემ პასუხს. ინფორმაცია ძალიან ღირებულია, მთავარია რომ ეს ყველაფერი ჩავსვათ რეჟიმში და გავაკეთოთ ისე როგორც საჭირო. კი, ნამდვილად. ჩვენი ნება, ჩვენი კეთილი ნებაა და ნებელობაა ამისი და არასოდეს არაფერმა არ უნდა შეგვიშალოს ხელი, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ეს ყველაფერი რაც გვესმის არასკევობით და საერთოდაც ყოველდღიური შეხვედრებით ეს ინფორმაცია ხომ მთავარია რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ. აუცილებლად. დიდი მადლობა მაკადალია, საინტერესო იყო ჩემთვისაც. ნამდვილად. გავაგრძელებ მეც და დღეს მინდა მთლიანად შევაჯამო და დავასრულო ამ ვიდეო ჩანაწერს ნახავენ სხვებიც და ძალიან კარგი იქნება. ერთი თემა, მთავარი თემა, რაც ჩვენ წინა შეხვედრებზეც გავიაზრეთ და ვთქვით, ეს იყო წყენების თემა. და დავასრულებ ახლა აქ საბოლოოდ, იმიტომ რომ წყენებზე და პატიებაზე არსებობს 3 ეტაპი და ჩვენ ეს უკვე გავიარეთ. პირველი ეტაპი, რომელიც პატიობ სხვებს. და უნდა ჩამოვწეროთ ვის პატიობ კონკრეტულად ადამიანები, შემდეგ უნდა დავხიოთ, დავწვათ და წყალს გავატანოთ. ანალოგიურად კეთდება მეორე ეტაპიც, სადაც ჩვენ ვითხოვთ პატიებას, ჩვენ უნდა ვითხოვოთ პატიება და ესეც ანალოგიურად გავაკეთოთ, მინიმუმ 2 დღე მაინც უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ 1 დღე არ ყოფნის, წამოტივტივდება ახალი ისეთი ნიუანსები ცხოვრებიდან, ჩვენი დაბადებიდან დღევანდელ დღემდე, რომ შეიძლება სულ ისეთი ადამიანები იყვნენ, ვის ვთქვათ, აი დღეს არ გვახსოვს და ხვალ გვახსენდება. და ეს წყენების ეტაპები, აი ეს ტექნიკა პერიოდულად ყოველთვის თუნდაც წელიწადში ერთხელ უნდა გავაკეთოთ ხოლმე და გავაგრძელოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჯანმრთელობა არ დავიზიანოთ. მესამე ეტაპი ეს არის საკუთარ თავს ვთხოვთ პატიებას, მე ეს არ გამიჟღერებია ჩვენ ეხლანდელ შეხვედრებზე. ჩამოვწეროთ, რომ პატიობ საკუთარ თავს და ვაპატიოთ ის ნეგატივი, ის წყენები, ის ტკივილი, რაც ჩვენ მივაყენეთ ჩვენს თავს, ნებით თუ უნებლიეთ. ცხოვრების მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანია ესეც, რომ შეგვეძლო გაგვეკეთებინა რაღაც, შეგვეძლო და არ გვეყო ის არესურსო ძალა, რესურსი. სხვადასხვა ეტაპზე ვიყავით ბავშვი, ვიყავით მოზარდი, თუ ვიყავით ახალგაზრდა, თუ იმის შემდეგ კიდევ რამდენი ხნისაც არ უნდა ვიყოთ, არ გვეყო, არ ყოფნის ეთყობა ის ძალა, რის გამოც ჩვენ აი ამას გავაკეთებდით და აი ესეც აუცილებლად ვაპატიოთ ჩვენს თავს. და რომ შევაჯამოთ, აი წარმოიდგინეთ, უყურეთ რომ როგორი რაღაცა, აი წარმოიდგინეთ, აი კარტოფილებით სავსე ტომარა. აი ტომარა, სადაც თითო წყენა იყოს თითო კარტოფილი. და ყრით ამ კარტოფილს, ყრით ცხოვრების მანძილზე ის ძველი კარტოფილები, რომელიც წლების წინანდელია, წარმოიდგინეთ, შეიძლება უკვე გაფუჭებულიც არის. ფესვებით გამოდგმული აქვს, ესე იგი, რო ღირდება, ხო იცით, აი ესე წარმოიდგინეთ, აი ესეთ მდგომარეობაში. და აი ხა წარმოიდგინეთ, რამდენად ანაგვიანებს ჩვენს ორგანიზმს, ჩვენს სულს, ჩვენს მენტალობას, როგორ გვამძიმებს და ის გაფუჭებული კარტოფილი, ის დიდი ხნის წყენა, რომელსაც ვერ ვივიწყებთ და სულ ტრიალებს ჩვენს გულში და ჩვენს ემოციებში, როგორი მძიმეა და როგორი აი სასწაულად მძიმე ტვირთია ჩვენთვის. ამიტომ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ 3-ვე ეტაპი. და თუ კი ამას შეძლებთ და გააკეთებთ ისე, როგორ არის იცით, თქვენ თვითონვე იგრძნობთ შვებას და თქვენ თვითონვე იგრძნობთ განთავისუფლებას. რომ რაღაცნაირად თითქოს ტვირთი მოვიშორეთ თითოეული ეტაპის შემდეგ, აი 3-ვე ეტაპს ბოლომდე რო გაივლით, აი განთავისუფლდი, რაღაცა უფრო გავმსუბუქდი. აი ეს არის რეალური ის ენერგიები, ის უარყოფითი ენერგიები, რაც ჩვენში არის. ამ ენერგიებისგან, უარყოფითი ენერგიებისგან თავისუფლდებით და ხდებით უკვე სულ სხვანაირად უკვე გამსუბუქებული და შემსუბუქებული. ამის გარდა, აი ეს არის 3-ვე ტექნიკა და მთავარი ამოსავალი წერტილი. ვაპატიობთ სხვას, ვითხოვთ პატიებას და ვპატიობთ საკუთარ თავს. ამას შემდეგში მე აღარ გავიმეორებ ჩვენი ჩართვის ბოლოს აუცილებლად მე ისევ ერთხელ ჩამოვაყალიბებ და დავწერო ყველასთვის ეს იყოს მნიშვნელოვანი და ეხლა მინდა შევეხო კიდე ერთ ძალიან საინტერესო თემას, რომელიც არის ემოციების შკალაზე სიარული.
და რა ხდება ასეთ დროს. ეს იქნება ჩემი დავალებაც. სანამ წინა დავალებას გამოვიკითხავ და ესე ინტერაქციას გავაკეთებთ ერთმანეთთან, ეს იქნება შემდეგი დავალება და ესეც აუცილებლად ჩაიწერეთ და უნდა გააკეთოთ. ხშირად არის ცხოვრებაში, რომ გვაქვს ისეთი ემოციები, რომლებიც გვამძიმებს. გვაქვს ხო აი რაღაცა სევდა, გავიღვიძე რაღაცა უარყოფითი ემოციებია შემოსული ჩემთან და ვერც კი ვხვდები ხანდახან რომ რის გამოა ეს ემოცია და რაღაცა დამძიმებული გრძნობ თავს. ამიტომ აიღეთ 10 თაბახის ფურცელი. და ამ თითო ფურცელზე დავწეროთ თითო ემოცია. მაგალითად სიხარული. მაგალითად შიში. კმაყოფილება. სიყვარული. ინტერესი. ზიზღი. თავს ლაფის დასხმა. მტრობა. მოწყენილობა. ბედნიერება და მადლიერება. გამოვიდა 10 სიხარულის თქმა. კი. და ეს ფურცლები იატაკზე დაალაგეთ. თუ კიდევ სხვა ემოციებს დაამატებთ თქვენ და თუ გინდათ და ხართ ისეთ ემოციებში, რომელიც აქ არ მოვიყვანე ახლა მე და არის კიდევ დამატებით ისეთი ემოციები, მოწყენილობა თქვი კი. აი თქვენ დაამატეთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა. თუ გინდათ 15 გახდეს და დაალაგეთ იატაკზე. ნებისმიერი არ აქვს მნიშვნელობა რა. მე დავამატე უკვე ერთი ჩემი სისუსტე. მონატრება, კი ბატონო, ძალიან კარგი. დაამატეთ ეს ემოცია. ძალიან გინდა ნახვა. მონატრებას, კი. დავწეროთ 10 ფურცელზე და რა გააკეთეთ ახლა უყურეთ? დავწერეთ 10 ფურცელზე, ხო თამუნა? 10 ფურცელზე დაალაგეთ იატაკზე. აი სხვადასხვა ადგილზე დაალაგეთ, ძალიან შორს არა. დადექით ამ ფურცელზე ერთ ემოციაზე, რომელზეც მაგალითად წერია კმაყოფილება. და შეიგრძენით, რომ კმაყოფილი როგორი ხართ. აი კმაყოფილი. და აი წარმოიდგინეთ, რომ ეხლა ძალიან კმაყოფილი ხართ. აი რაღაცა მიიღეთ, გააკეთეთ ისეთი, რომელიც აი ძალიან კმაყოფილად გაგზნობინებთ თავს. შემდეგ უკვე გადადით სხვა ემოციაზე. მაგალითად აი შიში. გადადით ამ ემოციაზე და წარმოიდგინეთ, რომ აი შეშინებული ხართ ძალიან შეგეშინდათ და აი შეიგრძენით თქვენ თავში აი ეს ემოცია. მერე გამოდით ახლა აი აქედან რომ აი 1-2 წუთი იყავით ესე შეიგრძენით თქვენ თვითონ როგორი ემოციაა ეს. გადადით ინტერესი. გადადით ბედნიერებაზე. და ის უარყოფითი ემოციები, უყურეთ ახლა რომ რისთვის ხდება ეს ყველაფერი, ის უარყოფითი ემოციები, რომლებიც შეიძლება გქონდეთ თქვენ, აი ამას რომ რამდენჯერმე გააკეთებთ და გაივარჯიშებთ, აი ამას რომ ერთი ემოციიდან შეხვიდეთ სხვა ემოციაში, როცა კი სხვა დროს იგრძნობთ თავს, მოწყენილად, ან მონატრება გინდათ, ან რაღაცა ესეთი, ხო, აი სხვა თქვენთან ახლოს მყოფი ემოცია. იმ წუთშივე წარმოიდგინეთ ისევ, რომ აი თითქოს როგორ არის, იცით, ჩართავთ. აი ესე ჩართავთ, გადახვალთ მადლიერების ემოციაში უკვე, ბედნიერების ემოციაში და თავი შეიგრძენით იმ უარყოფითი ემოციების მერე, შეიგრძენით აი კარგ ემოციებში როგორ გრძნობთ თავს. ისეთი კარგი სავარჯიშოა და ისეთი კარგია უარყოფითი ემოციებისგან გამოსასვლელად. ჯერ ახლა უყურეთ, ვარჯიშია ეს ყველაფერი და მერე რეალურად, თუ კი ასეთ ემოციაში აღმოჩნდებით, ისე იულად გამოხვალთ, არ დარჩებით იქ.
აი ეს გააკეთეთ. ანუ აი ეს ნეგატიური ემოციები და პოზიტიურები დაუპირისპიროთ ერთმანეთს რაღაცა ესეთი. კი. ნეგატიური. აი მტრობა მაგალითად მოწყენილი ხართ. შიში თუ მოწყენილი ხართ, აი შედით ამ მდგომარეობაში, რომ მოწყენილი ხართ ძალიან, ხო აი ესეთი უხასიათოდ ხართ, მოიწყინეთ ძალიან. მართლა შეიგრძენით ეს ემოცია, იმიტომ რომ სხვა დროს რომ ამ ემოციაში იქნებით, როგორ გადახვიდეთ ბედნიერებაში უკვე. სიხარულის ემოციაში ან სიხარულის ემოციაში, ბედნიერ მე რომ აი აქ რო გაივარჯიშებთ და შეხვალთ უკვე სხვა ემოციაში, სიხარული რომ გაგიხარდათ რაღაცა და შეიგრძენით მთლიანად მთელი სხეულით, რომ გიხარიათ რაღაც რეალურად. ეს არის გავარჯიშება და ეს რომ გააკეთოთ, თუნდაც აი ჩვენს მეორე ჩართვამდე ყოველ დღე თქვენ ნახავთ რაიოლად გამოხვალთ ერთი უარყოფითი ემოციიდან და შეხვალთ არაჩვეულებრივ კარგ ემოციებში იმის შემდეგ. საინტერესო. თქვენი დავალებით, თქვენი უკუკავშირით მაინტერესებს შემდეგი პარასკევისთვის და ვინც დაემატება ჩვენს ჯგუფს შემდეგ ჩართვაში, მათგანაც მოისმენენ სავარაუდოდ ნახავენ ჩვენს ვიდეოს და ძალიან კარგი იქნება თუ კი ყველას უკუკავშირი იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური ტექნიკა. შეიძლება რაღაცას ვიტყვი. ანუ აი რომ ვამბობთ ხოლმე რომ გადამრთველი ჩვენს ხელთ არის და გადავთოთ, მაგრამ არ ვიცით როგორ, ხო? აი ეს ტექნიკა დაგვეხმარება. კი. ეს ტექნიკა გაზიარებული იქნება ჩატში, ხო? კი ბატონო. ეხლა ჩვენი ინტერაქცია მთავარი და ძირითადი დავალება, ვინ გააზიარებს თავის მოსაზრებას და თავის შედეგს, აბა რა გაიაზრეთ, რა მოხდება თუ კი ვერ მივახწევ მიზანს, რას დავკარგავ ამით. ისმენთ აბა ვინ გაგვიზიარებს? სურვილებში ისეთი რამე გვაქვს, რაც მიღწევადია, ხა სიმღერას ვერ დავიწყებ მე და ვერ გავხდები მომღერალი, ხო, ეს აბსურდია და ხა საჭმელზე როგორ ვერ უნდა თქვა თქო უარი, აი ესეთ საჭმელზე მართლა რა, საკვებსაც არ ვაკეთებ, აი საჭმელი რაღაცა სისულელე და გონია რომ ნერვებს გიწყნარებს ეს ჭამა. არასოდეს არ უნდა გუმართოს ჩვენმა, აი ხა ცუდა ბჭყალებში რომ ვთქვათ კუჭმა, ხო? არ უნდა გუმართოს. რა უნდა, ეს თქვათ და ჩვენი სიტყვის პატრონები გავხდეთ. ეს აი მართლა ჩვენს ღირებულებას არა მხოლოდ უყურებთ ეხლა რა არის თქვენ რომ გააკეთებთ, თქვენ იქნებით მაგალითი თქვენი შვილებისთვისაც. მარტო თქვენი თავისთვის კი არ გააკეთებთ. რა თქმა უნდა. მაგა რომ გააკეთებს, მაგაც იქნება სამოტივაციო ის იქნება თავისი შვილებისთვის, რომ აი ჩემმა დედამ ახლა ის მიაღწია და ეს გააკეთა და მე უფრო მეტი უნდა შევძლო და მეტი უნდა გავაკეთო და ეს ერთი სიმაღლე ხო არ არის. აი ამას რომ მიაღწევთ და გააკეთებთ, ამის შემდეგ კიდე უფრო მაღლა უნდა ახვლი და მაღლა ადიხართ კიბერებზე უკვე. ქვემოთ კი აღარ დგები და ეტრას კი აღარ ტრიალებთ. უფრო მაღალ და მაღალ მაგალითად ადიხართ. ნინომ დადო ამას წინებზე ფოტო, მაკა გახსოვს? ვიღაც რომ მივიდა ნუტრიციოლოგთან თუ დიეტოლოგთან და ხალი დახვდა 200 კილო. რაღაცა გაერთიანებული მასა იყო ჩვენ გვერდზე და გამობრუნდა და წამოვიდა. არანაირი შეკითხვა არ გაუჩნდა, არანაირი სურვილი მასთან გასაუბრებით. ანუ ცოცხალი მაგალითები უნდა ვიყოთ, მე ვფიქრობ, ჩვენს გარშემო მყოფებისთვის. კი. ხო და ძალიან მომეწონა ეგ ფოტო. და ცხოვრებაში ყოველთვის ამაქვს ხოლმე სამაგალითოდ აი ეს სიტყვებზე დამოკიდებულება. სიტყვებით შეიძლება დავარიგოთ ძალიან ბევრი ადამიანი. სიტყვით ძალიან ბევრი რამე უთხრათ, მაგრამ შენი ცხოვრება და შენი ქმედება ყველაზე დიდი მაგალითია ჯერ შენი ახლობლებისთვის და მე კიდე ყველაზე დიდი ტრამპლინია და დიდი ჯილდოა ჩვენი თავებისთვის. საკუთარ თავს რომ ვაჯობებთ და საკუთარ თავს რომ როგორ ვიზავთ, იცით? გამოვძერწავთ, დავაშალაშინებთ, რაღაცას სხვანაირს გავხდით, ხო? ამაზე დიდი გამარჯვება არაფერი არ არის. ჩვენში არის კიდევ ჩვენი შიდა პარაზიტები, აი ამას ენერგეტიკული პარაზიტები, რომლებიც ჩვენ ეხლა არ აქნა და ჭამე ეხლა არა უშავს არაფერი არ იქნება და ეზარება და ხვალ დავიწყებ და ორშაბათს დავიწყებ და აი ეს რო არ იყოს, აი ეს ენერგეტიკულ პარაზიტებს უნდა მოვერიოთ. და მაშინ ნახეთ ჩვენი თავის ჯილდო მერე. უყურეთ აი ეს შავარჯიშოები, აი რაც ინტერაქციის დროს იქნება გაზიარებული, ეს ჩაინიშნეთ ერთმანეთის რჩევებიც, იმიტომ რომ ინტერაქციებს მე არ ვაზიარებ, საჯაროდ არ ვდებ. მაინც ეს პირადულია და ამიტომ ეხლა აქაც საგულისხმო ერთმანეთს მაგალითად ქაოტონიზას უთხრა ხო თამუნამან მე მითხრა და სხვასაც აინტერესებს. აი ეს რჩევა ჩაინიშნეთ. დღეს ამითი დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა.
შემდეგი დავალება იქნება ემოციურ შკალაზე სიარული, თქვენი ემოციები, რა ემოციებიც გაქვთ დაწერეთ ის ემოცია, შემდეგ ყოველ დღე გააკეთეთ. აი ხვალიდან 10 ფურცელი ეხლა თქვა რომლის ფურცელი იყოს სულ ერთია, თავარია რომ დადექით აი ესე თქვენს ემოციებზე და გადადით ემოციიდან ემოციაზე. ეს ერთი კვირა გააკეთეთ, შემდეგ კვირამდე, პარასკევამდე და მაინტერესებს თქვენი უკავშირი, რამდენად იოლად შედიხართ და იოლად გამოდიხართ უკვე იმ მდგომარეობიდან. და მოარყოფით ემოციაში რომ შეხვედით, ამის შემდეგ უკვე იქნება ძალიან კარგი სამაგალითო ის, რომ იოლად გამოხვალთ იმ მოარყოფითი ემოციიდანაც და არაჩვეულებრივი იქნება ჩვენი ცხოვრებისთვის ეს. აი ეს არის დღევანდელი. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, ძალიან სასიამოვნო საღამო გქონდა ჩემი საზრით. ძალიან საინტერესო. საინტერესო იყო ნამდვილად და ნაყოფიერებია შედეგს გამოიღებს. მადლობა მაკას, ნინოს, თქვენ და მადლობა თქვენ, მაკას, ნინო და თამუნა. მადლობა, დიდი მადლობა. შემდეგ პარასკევამდე აბა დროებით. დროებით.